მოგესალმებით ნახალოკელებო. ეხლა ვიმყოფები ნახალოკაში 112 საჯარო სკოლის ეზოში. ჩემს უკან ხედავთ ახალი გარემონტებული 112 სკოლა. სასიხარულო ამბავია ნამდვილად დასრულდა როგორც იქნა სკოლის სრული რემონტი. დღეს მე დავუკავშირდი სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო თაბაგარს და ვთხოვე მას რომ შიგნიდანაც გადამეღოს სკოლა და თქვენთვისაც მეჩვენებინა თუ როგორი გვაქვს ახალი 112 სკოლა ნახალოკაში. ზუსტად ქალბატონ ნინოს დამსახურება რომ დროულად და დანთმულ ვადებში შესრულდა ყველა სამუშაოები. ძალიან ყოჩაღი ქალბატონია, უნდა გითხრათ მეგობრებო. აი ესეთი დირექტორი უნდა ყავდეს სკოლას. სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო თაბაგარი. გამარჯობათ ქალბატონი ნინო. პირველ რიგში გილოცავთ სკოლის რემონტის დასრულებას. დროულად და დანთმულ ვადებში. გაიხარეთ. და ნამდვილად სასიხარულო ამბავია. და ორიოდი სიტყვით ქალბატონი ნინო, რა შეგიძლიათ თქვათ ნახალოკელებს რომ უთხრათ? კი ბატონო, მოგესალმებით თურქასო უბნელებო. მიხარია რომ თქვენს უბანს ესეთი ერთ-ერთი ფერადი კოლორიტული ასე ვთქვათ სკოლა გაახდა ფაქტიურად, თორე კოლორიტი ყოველთვის იყო 112 სკოლა უბნის. გილოცავთ ამ სილამაზეს უბანში და ვინმიერი ვარ რომ ზოგადად ჩვენი უბანი ძალიან გახარებულია ჩვენი ამ სიახლით. როგორც ხედავთ, ყველა შრომობს აქ, უკვე ვემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის. 15-ში გავხსნით სკოლას და ველოდებით, რა ვიცი, მე ალბათ კარგ გახსნაზეც დაგპატიჟებთ უბანს, იმიტომ რომ ეს სკოლა ყოველთვის უბნის სიამაყე იყო და ვეცდებით რომ გავამართლოთ თქვენი იმედები. უნდა გითხრათ მეგობრებო, ზუსტად ქალბატონი ნინოს დამსახურება. ხო, არა მარტო ჩემი. თქვენი დიდი დამსახურება ქალბატონი ნინო, ნამდვილად ვიცი. ყველა მშობელი გაქებს, ყველა ბავშვს უყვარხარ. ვინ გამორჩეული ადამიანები, ვინმე აი ცნობილი ადამიანები, 112 სკოლელები. ძალიან ბევრი. შეგიძლიათ გავიხსენოთ. კი ბატონო, ძალიან ბევრი ყავს. ზოგადად ამ სკოლას ტრადიცია აქვს დიდი სპორტსმენების და დიდი მუსიკოსების. არა მარტო, თუმცა ეხლა ბოლოს ვიტყვი მაგალითად ლუკა ლოჩეშვილი ჩვენი სკოლის ჩვენი 14 ნომერი. კი ბატონო. ეროვნული ნაკრების. დათო არჩვაძე, რუსა მორჩილაძე, საკმაოდ ისეთი ბევრი ადამიანია მაპატიეთ უბრალოდ ეხლა ისეთ ეიფორიაში ვარ რომ მე კონკრეტულად თქვენ ხედავთ მთელი სკოლის პერსონალი, სკოლის მოსწავლეები, აი ნახეთ რა დღესია აქაურობა, ყველა საქმეშია ჩართული. ყველა ცდილობს რომ 15 რიცხვამდე მოვასწრონ და ასწავლებლები, ბავშვები, რა ვიცი, ერთ-ერთი საამაყო გუნდია, რომლითაც მარტო ხელმძღვანელი რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ წარმოადგენს, გუნდია ძალიან ძლიერი. და ბოლოს რას უსურვებთ 112 სკოლელებს? მე ვუსურვებ და ყოველთვის ფათაშორის ყოველ მე-12 კლასის გამოშვებლისთვის ჩემი ასე ვთქვათ გზავნილი ასეთია რომ გაემართლებინოთ სკოლის სახელი, უბნის სახელი და არსად არ შეგვარცხვინონ, არ დაივიწყოთ ვისი გორის ხართ. ასეთი ლოზუნგი გვაქვს და მე მგონი რომ ახლა საამაყო თაობას უშვებთ ზოგადად უბანი ნახალოკა ტრადიციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ განსხვავებული ადამიანები ვართ ამ უბანში, განსხვავებული ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი სიძველე, ჩვენი თუნდაც ეროვნულობა, ჩვენი ურთიერთობა, მგონი ამ უბანში ყველაზე მეტად არის შემორჩენილი და არ დაგვეკარგოს ეს ურთიერთობა. ნახალოკა არის ქალაქ თბილისის სინდის ნამუსი. მე ვთვლი რომ გული და სინდისი ნამდვილად. მადლობა. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას და ჩვენ მეზობელ სკოლებსაც, რომლებიც ასეთ მოლოდინის რეჟიმშია, ვუსურვებდი რომ სულ მალე თუნდაც ამაზე ლამაზი სკოლები გქონოდეთ მეგობრებო, ბავშვებო და ის ამდენი წლის მოლოდინი გაგმართლებოდეთ დიდი სიხარულით და დიდი ბედნიერებით. დიდი მადლობა.
ოჩაღიჭებს. ბიჭებო, სპორტული დარბაზი საითკენ არის? მეოთხეზე? მადლობა. ეხლა ავიდეთ მეორე სართულზე. მეორე სართული, როგორც ხედავ, იასამნის ფერებშია შეღებილი დერეფანი. ძალიან ლამაზია. ესეც საკლასო ოთახები. სველი წერტილები. და როგორც ხედავთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული საპირფარეშო, რაც ძალიან კარგია ნამდვილად. აქ არის ლიფტის შახტა. აი ესეთი ლიფტი. ძალიან კარგი. ესეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის გაკეთებული, რაც მისასალმებელია ნამდვილად. მესამე სართულზე ავიდეთ. გამარჯობა. ზარი. და მეოთხე სართულზეც ავიდეთ. ესეც სპორტული დარბაზი. აი მესმის სპორტული დარბაზი. კალათბურთის დარბაზი და ფრენბურთიც შეიძლება. ეს ფრენბურთის ბადისთვის არის. როგორც ჩანს. შვენიერი. ასეთი მშვენიერი სპორტული დარბაზი აქვს 112 საჯარო სკოლას. აქ სავარაუდოდ გასახდელები უნდა იყოს. კი ბატონო. ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვით ერთი გასახდელი გოგონებისთვის, მეორე ვაჟებისთვის. შვენიერი.
პლეხანოვის კლუბი ოფილი დღეს ართოლი რო არის. ესეთი ხედია მეოთხე სართულიდან სპორტული დარბაზიდან. შვენიერი. იქით გავიდეთ, რა ხდება. აჰა, ეს როგორც ჩანს, სააქტოს დარბაზი უნდა იყოს სავარაუდოდ. მაგის სცენა არის. ეს სცენა. განთავსდება სკამები. რა ხდება? კაც ოთახია. სცენის უკან გასაგებია. კაც იგივე. ანუ ორი ოთახია სააქტო დარბაზში სცენის უკან. შვენიერი. კაც საფირფარეშო. კაც ესეც ლიფტის შახტა. მეოთხე მუსიკალური სკოლა. ცნობილი მეოთხე მუსიკალური სკოლა. გამარჯობა. გამარჯობა. ესეც დადიანის მხარეს. როგორც ხედავთ, ახალი ღობეა გაკეთებული სკოლის გარშემო. შვენიერი, ძალიან მაგარია. ძალიან მომეწონა. გილოცავთ 112 სკოლელებო. აი ასე ეხმარებიან სკოლის მოსწავლეები საკუთარ მშობლიურ სკოლას ოჩაბავშვება. სკოლის პერსონალი დალაგების პროცესში არიან. დარჩა სულ რაღაცა ერთი კვირა. ერთ კვირაში 112 სკოლა სრულად მზად არის, რომ მიიღოს და დაიწყოს ახალი სასწავლო წელი. ახალი ღობე
თქვენი არ ვიცი და მე მაგალითად ძალიან მომწონს ინტერიერიც და ექსტერიერიც სკოლის. მშვენიერი ფერებია. ეს არის სკოლის გათბობის სისტემის ნაგებობა. ასე ვთქვათ, აქ არის განთავსებული ქვაბები. ეს არის უკვე მეოთხე მუსიკალური სკოლის ნაწილი. თბილისის ყველა უბანს ვანაცვალე სიცოცხლის წლებს რაცი გადამჩენია მაგრამ შუმად ერთ სიყვარულს დავატარებ ნახალო გამაიც უფრო ჩემია მაგრამ შუმად ერთ სიყვარულს დავატარებ ნახალო გამაიც უფრო ჩემია ნახალოვკა მაინც უფრო ჩემია. მოკლედ ეს იყო მეგობრებო. ძალიან მომეწონა და იმედს ვიტოვებ მალე მე-11, მე-10, მე-4, 113 და მე-14 სკოლებსაც ეშველება ნახალოვკაში და მალე ასეთი ვიდეოებიც ამ სკოლებშიც გადაგვეღოს. კარგად იყავით, დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ.